ორჯერ არის მოწმე გამოკითხული გამოძიების დროს, თან ისეთ ერთი მალე პროლოგის შემდეგ, როცა მას როგორც თვითონ ახსნა ემოციური მდგომარეობა ჰქონდა, მეორე უკვე კარგახნის შემდეგ და ისეთი საკითხები, რომელზეც მან დღეს ილაპარაკა, ისეთი მნიშვნელოვანი თუ არის საქმისთვის, როგორ და რანაირად მოხდა, რომ გამოძიებელს არ უთხრა და ახსნა იმისა, რომ არ ვიცოდი, ველოდებოდი თუ მომეკითხავდნენ, მაშინ მეტყოდი, ისეთ საქმეზე, როდესაც შენ ახლობელ ადამიანს გკლავენ, ცოტა გასაკვირია ეს ერთი, მეორე არათუ ჩვენ არ ვადასტურებთ სხვა მოწმეები, რომლებიც დაიკითხენ და მათ შორის მძღოლიც ყველა იმ სიტუაციას, რომელიც დღეს მოწმე ახსენა, სხვანაირად აღწევს. მაგალითად, 15 წლის წინ შეხვედრის ფაქტს, რომელიც არაფერს არ ადასტურებს. ერთი ამბობს, რომ დავით მიქაძე იყო, დღეს თქვა ამან, რომ შეიძლება გიორგი მიქაძე იყო, მერე თქვა, რომ არ მინახავს შიგნივი იყო. მძღოლი ამბობს, რომ იმის რა ქვია, გიტარის კონცერტი იყო და უკრავდა შიგნით დაბადების დღე იყო. მეორე ვინც ახთობს ბერძეშვილი ის ამბობს, რომ სუფრასთან ვიჯექით და სამი კაცი უბრალოდ ჭამდით, ანუ იმდენად. თუმცა რა არის იცით თვითონ ამტკიცებულებას მართლაც რო ყოფილიყო შეხვედრა 15 თუ 10 წლის წინ არავითარი დატვირთვა ჩვენ გვავიწყდება ამ საქმეში და პროკურატურასაც ავიწყდება, რომ ეს არის მკვლელობის ორგანიზების საკითხი. მკვლელობის ორგანიზების საქმეზე მოწმემ გვასცა ძალიან კონკრეტული პასუხი. ყველაფერი რაც მივილაპარაკე ეს არის დასკვნები, არავითარი მტკიცებულება მკვლელობის ორგანიზების მიერ გამაჩნია და მეორე პასუხი მკვლელობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ჩემ ვერსიებზეც კი მეორე ადამიანი არ არის რომელიც დამიდასტურებს. ასე რომ დარჩეს მის დასკვნებად და მის ვერსიებად. კოკაბორგოში ხვდეს საინტერესო რაღაცა არა პირიქით კოკაბორგოშიან ბძანა რომ ის უზრუნველყოფდა დაცვის ორგანიზებას და 10 კაცს ელაპარაკება რომ დაცვა ყოლოდა დღეს დაადასტურა მოწმემ რომ საერთოდ არ ყოფილა კოკაბორგოშიაზე ამასთან ლაპარაკი და არავითარ მონაწილეობას დაცვის ორგანიზებაში კოკაბორგოში არ ღებულობდა ჩემ კითხვაზე ესე დამთავრდა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა პროცესზე მან მას როცა ვკითხეთ რომ როდესაც რატო არ უთხარი ეს გამოძიებას თავიდან სხვა ვერსია იყო და შემდეგ რომ უყურე ტელევიზორს და პრესასო და ტელევიზიასო იმოქმედა თქვა რა თქვენი დასკვნების ჩამოყალიბებაზე ესე რა ქვია საჯარო ინფორმაციებმა კიო მითხრა მოწმე ანუ მოწმეს აქვს თავისი პირადი პოზიცია თავისი პირადი დასკვნა არის გულშემატკივარი არის ოჯახის წევრი და რომელიც თლიანად ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების ჩვენებას მე ესე ვთქვათ აფხაზეთის ომის ვეტერანი ვარ რომ ადამიანის რაღაც დაზიანების პატივისცემას გამოხატა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული იქამდე წავიდა საქმე ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა რომ შეხვედრა აბიექტი გამოვედვია არ მომისმენიაო რაზე იყო საუბარიო უბრალოდ სიტყვა სიგარეტი გავიგონეო და ალბათ სიგარეტის ბიზნესზე იქნებოდა ბევრი უტრიალა პროკურორმაც მოსამართლემაც მაგრამ არ გასცა ამას არ ვიციო მაგრამ აბა სხვაზე რა იქნებოდა სიგარეტს არ ეწევოდაო და სხვას რაზე აი ამ დონეზე თუ მიყვავს ახლა ამ საქმის სიტუაცია გია შადონელთან დაკავშირებით მე რა კითხვები მქონდა სრულად დავუსვი მას ჩემზე მეტი კითხვები აღმოჩნდა რომ დღევანდელი მოწმესა აქვს მაგრამ არა მოდო კითხვები ეჭვები და პირდაპირ იშვერს ხელს ჩადუნელისკენ, მაგრამ ჩემ კითხვაზე რომ ესეთი ეჭვი თუ ქონდა ჩადუნელის მიმართ, როდესაც ფარცხალაძე და ჩადუნელმა ერთმანეთი გადაკოცხეს და დღეს ბძანა პატრიციონალ მოწმემ რომ ესე მიმართა ჩემი გიაო, რატო არ უთხრა თავის ნათესავს, რომ შეიძლება რაიმე საფრთხეს კონდეს ადგილი ესეთი სიტუაცია თუ იყო, ამ დროს ხედავს რომ ფარცხალაძე და ჩადუნელი ძალიან ახლოს იცნობენ ერთმანეთს და საფრთხეზე მესაუბრება და ამ დროს არაფერს არ ეუბნება თუნდაც გარდაცვლილს ამასთან დაკავშირებით. რატო გააკეთე ეს ხო და არ ვიცი არ მიმიქცევია ყურადღება. რამდენად სანდოა ესეთი მოწმის ჩვენები. სანდოში არ გულისხმობს ადამიანი შეიძლება მანდ-ამან სიტყვებოდეს. ადამიანს აქვს ყველაფრის მიერ თავისი ემოციური დამოკიდებულება, თავისი ხედვა. ამიტომ არის სისხლსამართლის პროცესში ობიექტური მოწმის, სუბიექტური მოწმის დაკავშირებული პირის ცნებები რომ შეაფასოს სასამართლო რამდენად შეიძლება ობიექტურად დაეხმოს განაჩენი ესეთ მოწმე. თქვა ჯანგოლაძესთან მიმართებაში რომ ბიზნეს ინტერესზე აქ საუბარი არ იყო და ყველა საინტერესო ისაა რომ ამ სიტუაციიდან გაბრაზებული გარდაცვლილი გამოვიდა. ანუ როგორც თვითონ ისინი ამბობენ რაღაცეები არ გაუკეთა ფარცხალაძემ და თუ არ გაუკეთა გაბრაზებული ფარცხალაძე კი არ არის. ანუ ესეც ვერ გამოდგება ვერც მოტივად. და ვერც ვერ აფრათ ამ საქმეში. უბრალოდ ფაქტს აფიქსირებენ რომ რაღაცა არ გააკეთა ფარცხალაძემ და მიქაძეები რა კავშირში არიან, უბრალოდ ფარცხალაძის მეგობრები არიან და ფარცხალაძე თუ გაბრაზდა არა ფარცხალაძემ თუ რაღაცა არ გაუკეთა, ესენი შვაში იქნებიან, აბა რა, მთელი ჩვენებები მიდის ესე. ბრალში უნდა ვიცოდე რომ რამედება ბრალად. აქ რომ მოდის ხალხი და უსოიანის ვერსიაზე საუბრობს,
ეს ვერსია მტკიცებულებად რო იქცეს, ერთმა ადამიანმა მაინც რაიმე მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს. ვერსია არის ძალიან ბევრი. თქვენ, როგორც ჟურნალისტებს, თავისუფლად შეგიძლიათ ვერსიებზე საუბარი. ჩვენ იურისტებს ვერსიები რო გადავაქციოთ მტკიცებულებად, თუ გჭირდება ფაქტები. რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და დაადასტურა გარკვეული ის ფაქტები და ის გარემოებები, რომელიც გამოძიების ეტაპზე საერთოდ არ ქონდა, ან აბსოლუტურად შეცვლილად ქონდა დადასტურებული. აი კონკრეტულად მაგალითად თუნდაც ის გარემოება, რომ მაგალითად ბატონი ოთარ ფარცხალაძე იმყოფებოდა თუ არა ლევან ჯანგველაძის პანაშვიდზე, რომელიც აბსოლუტურად არ აქვს დაფიქსირებული გამოძიებაში, დღეს დააფიქსირა, რომ იმყოფებოდა და მას ხელის ჩამოართვა, როცა დაცვხარეს გაუჩნდა ლოგიკური შეკითხვა, რომ თუ კი პანაშვიდიდან ქონდა გაგებული ის გვარები, რომ ოთარ ფარცხალაძე და დანარჩენი ბრალდებულების გვარები მოიაზრებოდნენ, როგორც დამკვეთებად, როგორც ჩამოართვით მაშინ ხელი თქვენივე ძმის, როგორც თქვენ აღნიშნავთ, სავარაუდო მკვლელს ამასთან დაკავშირებით პასუხი არ ქონდა თქვა, რომ ჩამოვართვი, მაშინ ესე ღრმათ არ ვიყავი, აბსოლუტურად აბნეული პასუხი ქონდა. ესეთი გარემოებები ბევრი იყო დღეს სასამართლოს ხდომაზე.